გამარჯობა მეგობრებო. დღევანდელ ეპიზოდში ვისაუბრებ საქართველოსა და ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებზე. დავიწყებ რუსეთით, კერძოდ ომსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დაბომბვით უკრაინული დრონების მიერ. მართალია მთელი 26 წლის განმავლობაში უკრაინელები ბომბავდნენ სხვა ენერგოობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ომსკის ქარხანა იმითაა გამორჩეული, რომ ეს არის რუსეთის უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, რუსეთში წარმოებული ბენზინის ყოველი მერვე ლიტრი, დიზელის ყოველი მეათე და საავიაციო საწვავის ყოველი მეშვიდე ლიტრი სწორედ ომსკშია ნაწარმოები. ამას გარდა ქარხანა 2500 კილომეტრთაა დაშორებული უკრაინის საზღვრებს და ეს ნიშნავს, რომ პრაქტიკულად რუსეთს ზურგი აღარ აქვს. ამ ქარხნის დაზიანება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ საწვავის კრიზისის ფონზე, რომელიც რუსეთში ვითარდება. ამასთან ერთად მაძღარ წლებში რუსეთს დაავიწყდა, როგორ უნდა შეიქმნა რთული სამრეწველო აღჭურვილობა. რუსეთი პრაქტიკულად არ აწარმოებდა რთულ აგრეგატებს, ყველაფერი რაც ამ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებშია, ყველაფერი რაც ტექნოლოგიურად და ინჟინერულად რთულია, არის დასავლური წარმოების და მართლაც ომამდე რა აზრი ჰქონდა პირობითად რამე ქარხნის გაკეთებას რუს სპეციალისტების ძალებით, როცა შეიძლებოდა უფრო იაფად და უფრო ხარისხიანად მოიწვიათ გერმანელი თუ ჰოლანდიელი სპეციალისტები, მაგრამ ომის და სანქციების გამო ეს რეალობა შეიცვალა და დღეს რუსეთში მსგავსი ქარხნების აღდგენა ძალიან გაჭირდება ადგილობრივი სპეციალისტების მოწვევაც. ამ ყველაფერს თავად რუსები აღიარებენ, ძირითადი ინფორმაციაც სწორედ რუსული წყაროებიდანაა. უკრაინის მომდევნო სამიზნე კი შეიძლება იყოს ცნობილი იამალის ჯვარი, ადგილი იამალის ნახევარკუნძულზე, სადაც 17 გაზსადენი იყრის თავს. მოვლენათა განვითარების მოსალოდნელი სცენარები რომ გავაანალიზოთ, ვივარაუდებ, რომ საწვავის კრიზისი რუსეთში გაგრძელდება და უფრო გამწვავდება, იმიტომ რომ უკრაინელები არ აპირებენ გაჩერებას მიღწეულზე. ამასთან ერთად სავარაუდოდ რუსეთში აღდგება ძველი საბჭოთა ტრადიცია კასტური დაყოფით, სადაც ჩინოვნიკებს ჰქონდათ ყველაფერი დეფიციტურზე წვდომა და საწვავის დეფიციტი შემდგომში სავარაუდოდ გადავა როგორც სურსათის, ასევე სხვა პროდუქტების დეფიციტზეც, გაიზრდება სოციალური დაძაბულობა. ფრონტზეც ალბათ არანაირი გარღვევა არ იქნება, იმიტომ რომ საწვავის კრიზისი არმიაზეც აისახება, უკრაინელები ყველანაირად შლიან რუსეთის მომარაგების ხაზებს, თლიანად მორღვეულია რუსული არმიის ლოგისტიკაც და რაღაც დიდი გარღვევები და წინსვლა ნაკლებად მოსალოდნელია მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევაშიც კი, იმიტომ რომ თუნდაც მობილიზაციას სჭირდება საწვავი, სჭირდება ფინანსები, სჭირდება ლოგისტიკა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსულ არმიაში მოქმედებს ძველი რუსული კორუფციის და ზემოთ მხოლოდ კარგი ამბების ატანის სისტემა, რის გამოც რუსებს გაცილებით უფრო სასიამოვნო სურათი აქვს ტელევიზორში, ვიდრე რეალობაში და კიდევ რუს მეთაურებსაც შეიძლება დიდად არ აინტერესებდეთ რომელიმე უკრაინული მცირე დასახლებული პუნქტის აღება, მათი მიზანიც ბუნებრივია, შეიძლება იყოს ფიზიკური გადარჩენა და იმ მილიონების შერგება, რომელიც საკუთარი ჯარისკაცების ძარცვის თუ შეერაღების და ტექნიკის გაყიდვის გზით მიიღეს. საბოლოო ჯამში კი პუტინის წყალობით რუსეთს გარანტირებული აქვს ღრმა ეკონომიკური და სოციალური, დემოგრაფიული მათ შორის პრობლემები და უკრაინის ომი დღესვე რომ მორჩეს კიდევაც ეს პრობლემები არსად არ წავა. პუტინი წავა, მაგრამ ეს პრობლემები არსად წავა. საბოლოო ჯამში დიდი გენიოსი და სტრატეგი პუტინი კლოუნ ზელენსკისთან მარცხდება და ეს მარცხი პირველ ყოვლისა ალბათ მაინც განპირობებულია იმით, რომ პუტინმა ბოლო 2 წლეულის განმავლობაში თავის ირგვლივ შემოიკრიბა მხოლოდ ის ხალხი, რომელსაც მაამებლური და კარგი ამბები მიაქვს მასთან და ეს ყველაფერი ბუნებრივია აისახა როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე აისახა რუსეთში შიგნით არსებულ სიტუაციაზეც. საბოლოო ჯამში კი რუსეთის პრობლემები ალბათ სამართლიანიც კი იქნება, რადგან რუსული საზოგადოება წლების განმავლობაში ხბოს აღტაცებით იძახდა ცნობილ ფრაზას "можем повторить".
შევძლებთ გამეორებას და მათ გაიმეორეს, ოღონდ გაიმეორეს არა ბერლინის აღება, არამედ საბჭოთა კავშირი თავისი დეფიციტით და თავისი ბენზინის რიგებით. სხვა ამბებიდან ამ კვირაში თურქეთში გაიმართა ნატოს სამიტი და ალბათ არავის არ გაიკვირდათ, რომ საქართველო არ ყოფილა მოწვეული, არადა მცირე სახელმწიფოებისთვის, განსაკუთრებით ისეთ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და მდებარეობაში მყოფი ქვეყნებისთვის, როგორც ჩვენი ქვეყანა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ნდობა და ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორები. და როდესაც პარტნიორები კარგავენ ნდობას და როდესაც ქვეყანა კარგავს პარტნიორებს, ბუნებრივია ეს კარგად არ აისახება მის უსაფრთხოებაზე, მის თავდაცვით შესაძლებლობებზე. ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობები კი შეიძლება ჯუანშერ ბურჭულაძის მიერ შეკერილი ბათინკის შემდეგ დიდად არც კი გაძლიერებულა. ამასობაში ხელისუფლება ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ ყველაფერი რიგზეა, უფრო მეტიც ქართული ოცნების დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა, აი იმ დეპუტატმა მიშა სააკაშვილთან მეგობრობით რომ ტრაბახობდა, როდესაც სააკაშვილმა ელჩად გაუშვა სომხეთში. საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ერთ-ერთია 11 ახალ ელჩს შორის. ის პრეზიდენტმა სომხეთში საქართველოს ელჩობის კანდიდატად დაასახელა. თენგიზ შარმანაშვილმა იცის, რომ მისი ელჩად გაგზავნის გადაწყვეტილება ბევრმა მის საკონსტიტუციო კომისიაში მუშაობას დაუკავშირა. ზოგმა ნაკლებად იცის, თქვათ, ჩემი და პრეზიდენტის ურთიერთობები, ჩვენი ურთიერთობები დღეს არ იწყება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობ ჩვენ ერთმანეთს და გქონდა სამსახურებრივი და სამსახურებრივი ურთიერთობები. განცხადა, რომ ნატოს უფრო სჭირდება საქართველო და თქვენი ოპტიმიზმი მომცა ბატონო თენგიზ. ნატო იქეთ იყოს და ბოლო დღეებში რამდენჯერმე გამოცხადდა დრონების განგაში ოკუპირებულ აფხაზეთში, ეს შეიძლება შედარებით უნიშნელო ცნობად ჩანდეს, მაგრამ სიამდილეში ეს უბრალოდ კიდევ ერთხელ გვაჩვენებს თუ რამდენად შეიცვალა უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა მთლიანად შავი ზღვის რეგიონში. და ამ ფონზე რეალური გამოწვევების ნაცვლად ქართული ოცნების ხელისუფლება deep states ებრძვის და ტროტუარზე მდგომ მოქალაქეებს. და ბოლოს თითქოს ყველაზე ნაკლებად პოლიტიკური თბილისის დატბორვები წვემმა კიდევ ერთხელ გამოავლინა დედაქალაქში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები, თან წარღვნასა და კიდობანის აშენებაზე არაა საუბარი, ჩვეულებრივ ძლიერ წვიმებზეა საუბარი. ყოველ ჯერზე, როდესაც რამდენიმე საათის განმავლობაში წვიმა მოდის დედაქალაქში, დედაქალაქის რომელიმე უბანი იტბორება. ყოველ ჯერზე გვესმის ერთი და იგივე განმარტებები, ყოველ ჯერზე ისმის, რომ პრობლემები მოგვარდება და ყოველ ჯერზე მეორდება იგივე სურათი. ეს არის მხოლოდ სანიაღვრე სისტემების და უხარისხო რემონტის პრობლემა, ეს არის მართვის ხარისხის პრობლემა, ეს არის პრიორიტეტების საკითხი, ეს არის იმის მაჩვენებელი, თუ რამდენად ეფექტიანად მუშაობს სახელმწიფო. როდესაც ხელისუფლება წლების განმავლობაში საუბრობს ეკონომიკურ წინსვლასა თუ პროგრესზე, ბუნებრივია მოქალაქეს უჩნდება კითხვა, თუ ყველაფერი ასე კარგად მიდის, რატომ ვერ ხერხდება ელემენტარული ურბანული პრობლემების მოგვარება? რატომ ვხედავთ ყოველ ძლიერ წვიმაზე კრიზისულ სიტუაციებს? რატომ არ არის ინფრასტრუქტურა მზად იმ გამოწვევებისთვის, რომლებიც უკვე წლებია, რაც ცნობილია? ამ ყველაფრის შეჯამებისას კი ჩნდება კითხვა. არსებობს თუ არა რამე მკაფიო გეგმა ქვეყნის მომავლისთვის. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ასეთი გეგმა აქვს. რეალურად კი ანაკლიის პორტის აშენებისა და deep state-ის დამარცხების ამბიციური გეგმა კი არა, აულაბრის მეტრო ვერ გაურემონტებიათ და ვარკეთილის მეტროს რემონტს დაჭირდა 8 წელზე მეტი. გმადლობთ ყურადღებისთვის. სულ ეს იყო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, შევხვდებით შემდეგ ეპიზოდებში.